მე ვარ თამუნა გაბოძე, ვიცავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებებს და ჩემთვის ძალიან ბევრი რამ არის ცნობილი, თუ რა გამოწვევების წინაშე არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები, განსაკუთრებით დედები. დედებზე აქცენტს ვაკეთებ, იმიტომ რომ ძირითადად ყველა ვალდებულება, რაც ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საჭიროებებს, მოდის დედებზე და სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევაში მამები ტოვებენ ოჯახებს, როდესაც ძალიან ბევრი საჭიროება იკვეთება, როდესაც ბავშვებს ჭირდება სხვა სერვისში ჩართვა, როდესაც ბავშვები ვერ იღებენ სერვისებს, სამწუხაროდ ესეთი შემთხვევები იშვიათი არ არის და მაშინაც, როდესაც ოჯახები ერთად ცხოვრობენ, დედები აკეთებენ გაცილებით მეც, ვიდრე მათ ხანდახან შეუძლიათ. მაგალითად, ზრუნვის შრომა მოდის დედებზე, მაგალითად, ყველა ვალდებულება, რაც ეხება ბავშვის ფსიქოემოციურ საჭიროებას, ბავშვის სერვისებში ჩართვას მოდის მშობლებზე, დედებზე. და მაშინ, როდესაც ბავშვები აწყდებიან დისკრიმინაციას საგანმანათლებლო სივრცეში, მათ შორის საბავშვო ბაღებში, სკოლებში არის დისკრიმინაცია ბავშვების შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, ესეთ დროს უმეტეს შემთხვევაში მოსარჩელეები არიან ხოლმე დედები, რაც იმას ნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში მამა არ იზიარებს და არ ინაწილებს იმ პასუხისმგებლობას, რაც არის მშობლის ვალდებულება. ეს იწვევს დედების ფსიქოემოციურ გადაწვას, ეს იწვევს დედების სოციალურ იზოლაციას, იმიტომ რომ ცხადია იმ ვალდებულებების შესრულება, რაც ორივე მშობელს ევალება და ორივე მშობელმა უნდა გადაინაწილოს ერთი ადამიანისთვის რთულია და ხშირ შემთხვევაში დედები ტოვებენ სამსახურებს, ძალიან მაღალია სიღარიბის რისკი, განსაკუთრებით რეგიონებში, ძალიან მაღალია პროფესიული განვითარების შეწყვეტის რისკი, ზოგიერთ შემთხვევაში მშობლებმა შეიცვალეს კიდეც პროფესია, მაშინ როდესაც ვერ აწვდიდნენ საკმარის სერვისებს თავის შვილებს და იძულებული გახდნენ, რომ მათ მიეღოთ მეტი ინფორმაცია იმისთვის, რომ შვილებისთვის გაეწიათ სათანადო მხარდაჭერა. მეტიც ამ პროცესში ჩართული არიან ბავშვების დედმამის შვილებიც, მათ შორის არასრულწლოვნები, ცდილობენ რომ მოიძიონ საკმარისი ინფორმაცია, საჭირო ინფორმაცია დაამყარონ კავშირები იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები იყვნენ სხვა ბავშვებთან თანაბარ პირობებში და აღმოიფხვრას ყველა ის ბარიერი, რაც მათ ხელს უშლით უფლებების სარგებლობაში სხვა ბავშვებთან თანაბარ პირობებში. ესეთ დროს სახელმწიფო უნდა იყოს მხარდამჭერი, იმიტომ რომ მხოლოდ მშობელზე არ მოდის ბავშვის დაცვის ვალდებულება, ეს არის როგორც მშობლის, ასე სახელმწიფოს ვალდებულება და სახელმწიფო უნდა იყოს მხარდამჭერი და არა მაგალითად ბარიერების და სირთულეების შემქმნელი. ერთ-ერთი სირთულე არის პერსონალური ასისტენტის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად დადებითად უნდა შეფასდეს პერსონალური ასისტენტის სერვისი, რაც ხშირ შემთხვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო როგორც მშობლებისთვის, ისე ბავშვისთვის, ესეც ხშირ შემთხვევაში სირთულეებით ხასიათდება, რადგან ასისტენტებს არ აქვს საკმარისი გადამზადება და ხშირ შემთხვევაში ასისტენტები მალევე ტოვებენ ოჯახებს, იწყება თავიდან სხვა ასისტენტის მოძიება, რაც იმას ნიშნავს, რომ მშობელი ისევ იმ გამოწვევების წინაშე არსებობს, მას მარტო უწევს გაუმკლავდეს საჭიროებებს და საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დედებში დეპრესია და შფოთვის მაჩვენებელი სამჯერ უფრო მაღალია, ვიდრე არაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების შემთხვევაში, ისინი ძალიან ხშირად ტოვებენ სამსახურებს და წყვეტავენ კარიერულ საქმიანობას, იმიტომ რომ მათ გარშემო არ არის სათანადო მხარდამჭერთა წრე, მიუხედავად იმისა, რომ პერსონალური ასისტენტის სერვისი არსებობს, ხშირად არის მომლოდინეთა რიგი ბავშვებში და ასევე ხშირად არის ასისტენტების, როგორც ყველა აღნიშნე, კვალიფიკაციის საკითხი. ან პერსონალური ასისტენტს უნდა ქონდეს სათანადო განვითარება, უნდა ქონდეს პროფესიული უნარჩვევები იმისთვის, რომ მაგალითად კი არ შეაკავოს ბავშვის ქცევა, არამედ დაეხმაროს მას, არამედ ასწავლოს საჭირო უნარჩვევები და დაეხმაროს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, რადგან ნებისმიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს აქვს დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება და უნდა იყოს აღმოფხვრილი ყველა ის ბარიერი, რომელიც ამ უფლების სარგებლობაში ხელს შეუშლის. მაგალითად, როდესაც მამები ტოვებენ ოჯახებს, სადაც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, ესეთ დროს დედა რჩება მარტო, ხშირ შემთხვევაში ალიმენტსაც არ იხდის ადამიანი, რომელმაც დატოვა ოჯახი და მიუხედავად იმისა, რომ დედას უწევს ორივე მშობლის ვალდებულების შესრულება, მას არ აძლევენ
მარტოხელამშობლის სტატუსს. რეალურად ეს ადამიანი არის მარტოხელამშობელი, რადგან მას მარტო უწევს, ფაქტიურად მარტოხელამშობელია, იმიტომ რომ მარტო უწევს სირთულეებთან გამკლავება, თუმცა საკანონმდებლო რეგულაციის მიუხედავად ის ვერ მიიღებს მარტოხელამშობლის სტატუსს. ასევე პრობლემა არის სასამართლოში წარმომადგენლობის საკითხი, როგორც აღნიშნე, ხშირ შემთხვევაში მამები ერიდებიან ხოლმე, რომ იყვნენ მოსარჩელეები, როდესაც მათი შვილების უფლებების დარღვევას აქვს ადგილი, როდესაც დისკრიმინაციის დავები მიმდინარეობს და მე მინდა მოვუწოდო ყველა მამას, რომ ისინი აუცილებლად უნდა იაზრებდნენ და იზიარებდნენ ვალდებულებას, რომ როდესაც ხდება მათი შვილის უფლებების დარღვევა, როდესაც ბავშვები არიან დისკრიმინაციის მსხვერპლი, მათ დედებთან ერთად ევალებათ, რომ დაიცვან საკუთარი შვილების ინტერესი, მათ შორის სამართლოშიც და ამაში ცუდი არაფერი არ არის. პირიქით ისინი ვალდებულები არიან, რომ ნებისმიერი რესურსი გამოიყენონ იმისთვის, რომ თავის შვილებმა ისარგებლონ სხვა ბავშვებივით მინიჭებული უფლებებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რა სერვისები არსებობს მშობლებისთვის, რადგან როგორც აღნიშნე, მშობლების შფოთვის, დეპრესიის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, რადგან ისინი რჩებიან სხვა სივრცეების გარეშე, ისინი მაგალითად ტოვებენ სამსახურს, ისინი ვეღარ არიან მაგალითად სოციუმში, სადაც იყვნენ, ვერ იღებენ განათლებას, უარს ამბობენ საკუთარ განვითარებაზე, საკუთარ ინტერესებზე, იმიტომ რომ რესურსების სიმწირე მათ არ აძლევთ ამის საშუალებას და იძულებულები არიან, რომ ამ გამოწვევებს გაუმკლავდნენ მარტო. აუცილებელია არსებობდეს მშობლის მხარდამჭერი ეფექტური პროგრამები. საკანონმდებლო დონეზე არსებობს ოჯახის გაძლიერების პროგრამები, თუმცა რეალურად პრაქტიკაში ეს ძალიან ბევრი სისუსტით და ძალიან ბევრი პრობლემით ხასიათდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლების მხარდაჭერის პროგრამა იყოს ეფექტური, ის რეალურად სრულდებოდეს, ასევე ის იყოს გაზომვადი, თუ როგორ მუშაობს ეს სერვისი და რა დახვეწას საჭიროებს, რა განვითარებას საჭიროებს, რადგან ის ადამიანები, რომლებიც არიან დედები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, ძალიან ხშირად აწყდებიან ბარიერებს ყველა სივრცეში, მაგალითად საბავშვო ბაღში, მაგალითად სკოლაში და მათ მარტო უწევთ გამკლავება. ამ სირთულეების შესაბამისად აუცილებელია, რომ ფსიქოსოციალური თუ ემოციური მხარდაჭერა იყოს როგორც ბავშვებისთვის არის აუცილებელი, ასე მშობლებისთვის, სხვანაირად მშობლის მხარდაჭერის პროგრამა ეფექტურად ვერ ჩაითვლება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ მშობლებს განსაკუთრებით რეგიონში არ აქვს საკმარისი ინფორმაცია საკუთარ უფლებებზე და ბავშვის უფლებებზე. ეს არ ეხება მარტო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებს, ზოგადად მშობლები არიან ინფორმაციულ დეფიციტში, რა საფრთხეები არის მაგალითად ბავშვების შემთხვევაში, როდესაც ისინი არიან ონლაინ სივრცეში, როგორ უნდა გაუმკლავდნენ ბავშვები გამოწვევებს, ან მშობლებმა როგორ უნდა დააიდენტიფიცირონ სარისკო ქცევები. ინფორმაციის დეფიციტი, რა თქმა უნდა, ზრდის ბავშვის უფლებების დარღვევის რისკებს და ეს განსაკუთრებით შესამჩნევია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების შემთხვევაში, რადგან ინფორმაციის სიმწირე ძალიან ხშირად არის ხოლმე ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, როდესაც შეხვედრებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობლებს ვუსმენთ, ისინი ამბობენ, რომ მათ არ იციან სად მიიღონ საჭირო სერვისები, მათ არ იციან სად მოითხოვონ საკუთარი შვილების უფლებების დაცვა და სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ის ადამიანები, რომლებიც არ ღვევენ ამ ბავშვის უფლებას, ამით სარგებლობენ, ანუ იციან, რომ მშობელს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია და მაგალითად სერვისზე უარის შემთხვევაში მშობელს არ ექნება საკმარისი რესურსი, რომ აღნიშნოს მისცეს სამართალწარმოების სახე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელი იყოს ჩართული ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხში, რაც ეხება მისი შვილის ფსიქოემოციურ განვითარებას, მისი შვილის ინტელექტუალურ თუ სხვა საჭიროებების ხელშეწყობას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად იყოს სახელმწიფო ინიციატორი, მშობლები ხელების ცეცებით არ ეძებდნენ ინფორმაციას, სერვისებს, ან უფლებებზე წვდომას, თავად იყო სახელმწიფო ინიციატორი იმისთვის, რომ მშობელთან ერთად პირველ რიგში ბავშვის უფლებების დაცვა შეუწყოს ხელი და ეს იყოს პრაქტიკაში მართლა რეალიზებული და მეორეს მხრივ აღიაროს მშობლის როლი, განსაკუთრებით დედის როლი, რომელსაც უწევს ძალიან ბევრი ვალდებულების შესრულება და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ დედები, რომლებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები, არ იყვნენ მიტოვებულები და მივიწყებულები, ისე როგორც ეხლა არიან. ეს ადამიანები არიან ყველაზე უხილავი ჯგუფი, ისინი იბრძვიან საკუთარი შვილების უფლებებისთვის და თითქმის არ იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის იმის მიუხედავად, რომ არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია დაინახოს ამ მშობლების საჭიროებები და გააკეთოს ყველაფერი მათ გასაძლიერებლად.